გაგვეცანი. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ძნელაძე, ბათუმელი, ფოტოგრაფი. 2004 წლიდან ვიღებ ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული და ბევრი რამ გამიკეთებია ჩემი ქალაქისთვის და ვცდილობ ირგვლივ ადამიანებს ბევრი კარგი გავუკეთო და ამით ვარ დაკავებული ძირითადად. ლექციებს კითხულობ. ლექციებს კითხულობ, ფოტოგრაფიას ვასწავლი. ახალი თაობა ძალიან ძლიერი მოდის. ჩემი აზრით ამ თაობას ვერაფერი ვერ გააჩერებს რა, უკვე ისეთი ბავშვები მოდიან. ირაკლი, დღეს სად წავალ? ეხა ვესტუმროთ მამაჩემის სახელოსნოს, ძალიან კარგი ადგილია, ყავა დავლიოთ ბათუმური. თურქულს ეძახიან, მაგრამ უფრო ბათუმურია, რა თქმა უნდა. ძველი შენობა, ძალიან საინტერესოა, თან ვიაროთ, მოგიყვებით. ზოგადად ისე ბათუმში ისტორიულად ადრე სახლები ისე იყო აშენებული, რომ რა სიმაღლესაც იყო სახლი, ეგეთი სიგრძის იყო ქუჩა. და არქიტექტურულად ქალაქი იყო იდეალური. ათულა ქუჩების იწყებოდა ზღვიდან, პირველი ნომერი ანუ ქუჩის და ქალაქი იყო იდეალურად დაპროექტებული, რაც საბედნიეროდ რაღაცა დოზით მეც მომესწრო და ეხა უბრალოდ ეს უკვე არქიტექტურა არ არის, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ამ ახალი ბულვარი და იქეთ ეს არის სრული ქაოსი და არ ვიცი რა დავარქვა. ალბათ როგორებიც ვართ, ისეთი არქიტექტურაც გვაქვს რა. არ ვიცი რას დავაბრალო მაგ. სოფლიო დღეს რა ფაზაშიც იმყოფება, ერთ ფოტოს რო შეგადარებინო, რომელ ფოტოს აირჩევდი? რავი, ეხა ესე უცებ რობერტ კაპას ცნობილი ფოტო მახსენდება ის, რო კვდება ჯარისკაცი რა, ეგეთი პროცესია მგონი თელ სოფლიოში, მაგრამ ალბათ დიდი გაჭირვების მერე ბოლოს ეგ ნათელი წერტილი იქნება რა. აქ ავდივართ, ეს არის უძველესი ბათუმის შენობა, 1898 წელს არის აშენებული, ადრე იყო ორსართულიანი. ესეთი მეცენატი იყო საბაშვილი, საბაევი. ბოლშევიკებმა წაართვეს ეს სახლი, ასე ვთქვათ, და მიცეს ერთი ოთახი კიბის ქვეშ და არის ესეთი ლეგენდა ან ისტორია, რაც ძველებმა დაგვიტოვეს, რომ როდესაც გარდაიცვალა ხალხი რომ მოდიოდა, თურმე კუბოს წრესაც ვერ არტყამდნენ, ისეთი პატარა რაღაცა მიცა ეს ადამიანს, რომელმაც ესეთი ფანტასტიკური რაღაცა დაუტოვა ჩვენს ქალაქს. და ზუსტად აქ 86 წელს მამაჩემი მხატვარია და იყიდა პატარა ოთახი, სადაც ხატავს დღემდე. ეს ხვეული კიბე კიდე შეიძლება მონანიებიდან გახსოვდეთ. მონანიება ნახევარი ფილმი გადაიღო ბათუმელმა სოსო შენგელიამ, ოპერატორი იყო და სიზმრის კადრია, აქ არბიან. ეხლა ჩვენ უბრალოდ დავიდეთ, ყავა დავლივეთ. სამხატვრო მაქვს დამთავრებული 2000-2004 წელი სანქტ-პეტერბურგში. მხატვარ რესტავრატორის ფაკულტეტი. და იქ დავინტერესდი ფოტოგრაფიით და 2004 წლიდან დავიწყე ფოტოგრაფია. ანუ მხატვრობიდან მივედი ამ სფეროში. შაქრით, ხო? ბათუმური შაქრით. კი ბატონო. თურქულს არც მე არ ვამბობ. ეს უმამას ნახატებია? კი. შენ აღარ ხატავ? მე, არა, ჩემი თავი უფრო ფოტოგრაფიაში ვიპოვე. როგორია ამ ქვეყანაში ფოტოგრაფის ცხოვრება? რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანი არის და რამდენად მომგებიანი? ბევრი ძალიან ახლო მეგობარი მყავს, სოფლიო დონის ფოტოგრაფები არიან. იქ ზოგი მაგნუმის არის, ზოგი რომელიღაცა სხვადასხვა სააგენტოებში. ყველასთან მისაუბრია ზუსტად ამ კითხვაზე, აი როგორია ცხოვრება და თუ შეიძლება ამით, ანუ ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრე. ძალიან რთულია მთელ მსოფლიოში, მარტო ჩვენთან არა. მაგრამ საქართველოს იმით არის საინტერესო, რომ ეს დოკუმენტალისტიკა ძალიან ახლოა აქ. ანუ ისეთი რაღაცები არის ჩვენთან შემორჩენილი, რაც მთელი მსოფლიო და ჩამოდიან, რომ აქ გადაიღო. მაგალითად, ნებისმიერი ტრადიცია აიღეთ, ვიგინა ლელო ბურთის ტრადიცია ავიღოთ. რეპორტაჟია, ხო, ერთ დღეს ტარდება, აღდგომა დღეს დაიწყო, დასრულდა, მაგრამ მაინც უცხოა, სხვაგან არ არის ეგეთი რაღაცეები რა. ეხა უფრო ისეთი პერიოდია რა, ნეგატიური უფრო მეტი ჩანს ვიდრე პოზიტიური სამწუხაროდ. შემოქმედებისთვის ეგ როგორია? როცა რთული მდგომარეობა აქვს. როგორია, იცი, ეგეც გაძლევს ენერგიას, რომ შენ რაღაცა პროტესტი სხვანაირად გამოხატო, სხვა რაღაცა დაინახო. ირაკლი, აქედან სად წავალთ, მოფიქრებული გაქვთ თუ მივყვეთ იმას, დინებას? არა, დაახლოებით რაღაცეებს გაჩვენებთ, კი, რაღაცა მარშრუტი მაქვს ჩემს თავში რა, თუ სიარული არ გეზარებათ, გატარებთ კაი ადგილებში. მინდა გაჩვენოთ ეს კარი იყო ადრე აჭარის მწერალთა კავშირის შენობის. და ერთი
რამოდენიმე წლის წინ მაგ შენობას რესტავრაცია გაუკეთდა და უარგისი იყო ყოველდღიურ გამოყენებაში. და ვიჩუქე, ესე ვთქვათ, და გალერეაში მუშაობის პერიოდში ესეთი პროექტი მქონდა ხელოვანებისთვის კარის გაღების დღე ერქვა რა და ვიკრიბებოდით არტისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები, მუსიკოსები და ერთი საღამო იყო აქ იდეაში ერქვა კარის გაღების დღე და სიმბოლურად ერთად ვაღებდით ამ კარებს და გავდიოდით მერე და დარჩა ესე ქალაქს. წერალთა კავშირი იყო, ამაში ბევრ კარგ წერალს გაუვლია თავის დროზე რა და ესე შემენანა რომ გადაავარდნილიყო და როგორც ძეგლი ვავი მგონი ლამაზია რა. გემრიელად მიირთვით, გამარჯობა. ბათუმური კოფე. თბილისში ხო არის აბანოები, ხო? ეგეთი აბანოები იყო ბათუმში. გსმენია ოდესმე? არა, ხო, უნიკალური, ულამაზესი. ახლა მაგ ადგილისკენ მივდივართ რა, რომ გაჩვენოთ სად იყო. ერთ ადგილას სასტუმრო აშენდა და ეს აბანოები მოექცა ამ სასტუმროს შიგნით, ესე ვთქვათ და გარედან ძალიან ბუდოვნად ჩანს. მეორე ადგილას, როგორც ვიცი, კინომუზეუმის გაკეთება უნდა, ზუსტად კიდე არ არის ეგ დამტკიცებული მგონი, მაგრამ იქაც შეიცვალა არქიტექტურაც, დიზაინიც. იყო ერთი გახდა სხვა. ერთი ეს კარი თუ აღიათ. და დაკეტილია, არა ღიათა, კაი, ჩუმად ვიყოთ, წამოგაჩვენებთ რაღაცას. დაიჭირე ეს კარი. ეს ანუ იტალიური სახლი აქ და აი, არ ვიცი ტელეფონში კადრს თუ დაინახავ. ნახე, მე აქ ასე ამოვდიოდი და ეგეთ რაღაცებს ვიღებდი თავის დროს. ნახე, ეს ძველი აბანოები როგორია, ხო ხედავ? და ეხლა გაჩვენებთ, ეხლა როგორ გამოიყურება. მოდით. წარმოვიდგინე ამ ქუჩაზე რომ მიდიოდი, აქ ეს აბანოები კარგად ჩანდა და ეხლა უკვე აღარ იკითხება, საერთოდ ვერ მიხვდები რა ხდებოდა. თაღი იყო შესასვლელი? კი, აქედან იყო შესასვლელი. მადლობა. აქეთ შევდივართ, პატარა თურქული უბანია, ესე ვთქვათ, მუსულმან ხალხს ჯამის გვერდით ყოფნა ახასიათებს. ანუ სადაც მეჩეთია, მის ირგვლივ ძირითადად ისინი არიან და რავი, საინტერესო უბანია, მე ძალიან მიყვარს აქაურობა, ბათუმია, ძველია, ავთენტურია, ყველა ძალიან გახსნილი ხალხია ესენი. და კიდე ეს ბათუმი აქ კარგად არის შემონახული რა. ირაკლი, რა შთაგაგონებს ყველაზე მეტად? რა შეგიძლია ჩაომითვალო, რაც არის შენი შთაგონების მთავარი წყარო? საერთოდ შთაგონების წყარო ადამიანია რა. და ნუ რა თქმა უნდა ხელოვნების რაღაცა დარგები ინსპირაციებს მაძლევს, როგორც მუსიკა, მხატვრობა, მაგრამ ეხლა ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან კომუნიკაცია, ადამიანებთან საუბარი, იმიტომ რომ აი ყველაზე დიდია ჩემთვის და მაგაში ძალიან დიდ ენერგიას და ინფორმაციას ვღებულობ და სწავლას რა თქმა უნდა. ეს ასეთი მეორე ლოკაცია, სადაც გავიზარდი. აქ არის პირველ სართულზე სამხატვრო სკოლა, ძალიან ძველი და დღემდე ასწავლიან და ამ სკოლაში და აქ სულ დავბოდით მე, ნაკო, მოგიყევით ჩემ მეგობარი. ბევრი ფოტოგრაფი გაზარდა ამ სკოლამ. ერთი სამი ფოტოგრაფი ნახდათ ვართ, ვინც აქ დავდიოდით და ვსწავლობდით რა. გამარჯობა. მთელი ციკლი შენ ხელში გადის, შენვე ამჟღავნებ შენვე? გააჩნია ფირს, შავ-თეთრ ფირს კი. ისე შავ-თეთრი თუ ფერადი? ორივე რა. მე არ ვარ ესე განსხვავებულად, რომ რაღაცა კონკრეტულად მომწონდეს, რაღაცა არა. ობიექტივები ბევრნაირია და მაინც ჩემთვის ყველაზე ახლო 35 მმ და 55-ია, იმიტომ ეს ისეთი კუთხეა, რომ თვითონ გამოსახულებაც უფრო ყვება ისტორიას, ანუ უშუალოდ იმ რასაც იღებ, იმის ნაწილი ხარ. შენთვის რამდენად მისაღებია ჩარევა მერე პოსტში, ფერის,
ფაქტურის და აი ფირი იმიტომ მიყვარს რომ რასაც იღებ იმას აჩვენებ და ეგ პლუსია. მე ფოტოგრაფიის გარდა ამ ეტაპზე არაფერს არ ვაკეთებ. ანუ მიწევს მაინც ისეთი რაღაცების კეთება, რაც შეიძლება მარტო ეს რომ მეკეთები, ანუ რაც მე მიყვარს, ის არ მეკეთებია, მაგრამ იმ გადაღებებსაც, რასაც თანხამო აქვს, მე მხოლოდ სიყვარულით ვუდგებ. არ ვიღებ იმას, რაც არ მიყვარს, რა გამორიცხულია და ამიტომ ყველაფერით კმაყოფილი ვარ რა. ის რასაც არ გადაიღებ არასდროს. სულ თავიდან ფოტოგრაფია რო დავიწყე 2005 წელს, ქორწილიც გადამიღია რა და დაბადების დღეც გადამიღია და რაღაცა ივენთიც და ნუ რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი რომ არა ეს არ უნდა ვაკეთო, იმიტომ ეს თლად განადგურებს როგორც ფოტოგრაფს რა, როცა შენ რაღაცის თქმა გინდა და საუბარი და მთელი დღე ქორწილს იღებ ან რაღაცა ამ თემაში ხარ, მერე როგორც პიროვნება უკვე დაღლილი ხარ და აღარ ხარ ისეთი პროდუქტიული. ძალიან კარგად მახსოვს, სადღაც წავიკითხე პიკასო ამბობდა მხატვარი ის კი არა, ვინც ხატავს რო გაყიდოს. მხატვარია ის, ვინც ხატავს და ეს იყიდება რა. აი ეს ძალიან კარგი მიგნებაა და რთულია ეს, ძალიან რთულია ეგ, მაგრამ აი რა ვიცი რა. მე რაღაც დოზით მიღწეული მაქვს რა. ეს კარგია. რამდენად ერევი ხოლმე რაღაც კონკრეტულ კომპოზიციებში შეიძლება რომ მიხვიდე ვინმესთან და უთხრა რომ ესე დადექი ან ესე ძალიან იშვიათად რა უფრო ვეძებ იმ გამოსახულებას როგორც არის მაგრამ ზოგჯერ არის ეხა რაღაცა ხდება მოვლენა რა და იქ რაღაცა გაკლია შეიძლება უთხრა მოდი ესე დადექი რა შენი ყველაზე საყვარელი რეპორტაჟი რომელია რაც გაგიკეთებია როგორც რეპორტაჟი რავი ლელობურთი ძალიან მიყვარს რა უმაგრესი როდის გადაიღე? ყოველ წელს ვიღებ თითქმის რა იცვლება? ბევრი რამე იცვლება რა ახალი თაობა სხვა ხალხია 1-8 წელია ვიღებ ყოველთვის შენ ფოტოაპარატზე მოგვიყევი რითი იღებ? ეხლა დღეს ფირის კამერით ვარ ეს Nikonia FM2 ძალიან ძველი კამერაა ტექნიკურად ძალიან ძლიერია რაღაც დოზით -50-60 გრადუსი შეუძლია მუშაობა და +50-ში და ადრე ვფიქრობდი ეგეთი რა დამჭირდება თქო რომ ეგეთ ამბებში ვიღო თქო მაგრამ რავი აგერ კიევში რევოლუციას რო ვიღებდი -25 იყო მაშინ რა მაშინ ვიგრძენი რომ მართლა ერთიანია ერი რა რასაც უკრაინელები ქვია რა იმიტომ რომ აი -25 იყო 15 წუთი ვერ ვჩერდებოდი გარეთ და ამ კამერამ ძალიან გაამართლა და ბევრი აი კადრი მაქვს ფირის მაგ პერიოდში შექმნილი მანდ რა ზოგადად დემონსტრაციების გადაღების სპეციფიკაზეც მითხარი და რას გაძლევს შენ ეგეც მითხარი საქართველოში რომელი გადაგიღია ეგეც საქართველოში ძალიან ბევრი ეხავ თითქმის ყველაფერი მაქვს გადაღებული და ყველა რაღაცა მოვლენა რო ხდება ვიღებ ეხა როგორი თემა იცი შეიძლება რაღაცები არ გამომიფენია არ გამიპიარებია იმიტომ ცოტა ჩემი ხედვა მაქვს მაგ მიმართულებით რა შეიძლება რა დროს გამოფინოდა ის მაგრამ როგორც ისტორია აბსოლუტურად ყველაფერს ვიღებ ჩემთვის საინტერესოა ეხა მივდივარ ჩემ საყვარელ ადგილას რა ხშირად დავდივარ იმიტომ რომ მაგ ადამიანები გულწრფელები არიან რა ეხლა სად მივდივართ ეს არის ბაზარი, ბათუმის ბაზარია. ძველი ხიდია და იმ ხიდით გადავიდეთ ჩვენ. მაგარი ქალაქია მაინც. იციან საქმე, მაგრამ სხვა ისე იყო მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა. მაგარია რა. და არის ზოგჯერ მართლა დილით რო გახვალ 6 საათზე, 7 საათზე. ფანტასტიკურია. მე ყოველ დღე ეგეთ რეჟიმში ვარ. დღეში სადღაც 20-25,000 ნაბიჯი მაქვს. ზაღლი მყავს, დილით საღამოს მასთან ერთად დავდივარ 2 საათი და თან კამერა სულ და აი ეს ქუჩის ფოტოგრაფია სულ თან დამზდევს რა და მოვლილი მაქვს ეს ყველა ადგილები და ყოველთვის ყოველთვის საინტერესოა გადაღება რა. გამარჯობა. ირაკლი, ვინც ახლა იწყებს იმ ფოტოგრაფებისთვის, რა გექნებოდა მთავარი სათქმელი, მთავარი რჩევა? პირველ რიგში ზუსტად
გაიაზრე რა გინდა რომ აკეთო რა, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერ ხელოვნების დარგს ფოტოგრაფიასაც უამრავი მიმართულება. შეიძლება იყოს კარგი რეპორტაჟნიკი, კარგი რაღაცა მოდელები იყო, რეკლამში კი იყო კარგი. აი აკეთე ის რაშიც ხარ მაგარი და რაც გიყვარს რა. ეს იქნებოდა ჩემი პირველი და ალბათ უკანასკნელი შევა ყველაზე სწორი. აი ეს ნახდი ბათუმია რა, როგორიც იყო რეალობა თავიდანვე. ძალიან მიყვარს აქ გადაღება რა, როგორც გითხარით, იმიტომ რომ აი ახლა იქ მარშრუტკი ძღოლებია და სულ ნახე რაღაცას თამაშობენ რა და ისეთია რა, ცხოვრება რეალური. და არა დადგმული და გაფერადებული. აი კადრი იყოს თორისთვისაც. ტელეფონით ზოგჯერ ვიღებ, როცა გასთორვა მინდა რა რამის. უცებ და მარტივად, ხო? ზოგადად რას ფიქრობ ტელეფონის ფოტოგრაფიაზე? ეს არის უცებრო დადო იმ მოვლენა აჩვენო ისტორიაში, თორე ხარისხი მაინც ვერ აქვს რა. არის არ მაგ მიმართულებაში საინტერესო? კი, მე ამ ბევრი ვიცი, ვინც მარტო მობილურით იღებს რა და რო შეხედავ ძალიან ეფექტურია, მაგრამ ამ ფოტოს რა აქვს, იცი, მე აი დიდზე ვერ ბეჭდავ, ხო, აი პიქსელზეა მაინც აგებული და ჩემი აზრით მაინც მობილურია და დროებითია რა ეს. გამარჯობა. როგორ ახართ? გამარჯობა. ხომაგრად. აი ხარეთ რა, მაჭახელის კაცია, უგემრიელესი რაღაცეები აქვს. ასე აქ ბაზარში ხშირად ხედავს და ხშირად მხედავს ბაზარში სულ. აქ სულ სტუდენტები დავდივარ რა, ერთ-ერთი ის არის. გამარჯობა. მადლობა ძალიან დიდი. დიდი მადლობა. თაფლი გაქვთ. მადლობა ბედნიერად. მომეცი დაგიჭერ მაგას. შეინახე, ეს თქვენთვის არის. მადლობა. ეს მაგარია რა, ეს ტელევიზორები, აქ ბევრგან ნახავ რა და რაღაცა განსხვავებული კადრები მიდის, აი კომპოზიციურად ფოტოებია რა, ყველგან ახლა. გალამაზი სახე აქვს ამ კაცს. გამარჯობა. ერთ ფოტო რო გადაგიღო შეიძლება? ვიყავი მას, უნიკალური ისაგა. მე შემოვხედე აბა კაცში. მაგარი, მადლობა. ერთი კიდე და всё თავზაგან ტელეფონის. მადლობა დიდი, გაიხარეთ. სახელი როგორ მოგმართოთ? მურად. ასე ამოვნო. ტელევიზია არ ვარ, ისევ მე ვარ თუ გახსოვთ. სტუდენტები მყავდა შენთან ამას. ერთ ფოტოს გადაგიღებ თუ გადამაღები. ტელევიზორი მინდა რომ შემოვიდეს კაცშიც. ჩართვით ხო ვერ ჩართავდი ის? მიალაგა ვიცი. იყოს დატოვე როგორც არის. რა ვიცი მე არ გამოვხსნე. მაჩვენი აბა. ვერ ჩართე ტელევიზორი? გამომხედე აბა, ემასე იყავი? სახელი? მაყვალ. მადლობა დიდი ქალბატ. ფოტოს ვიღებ იმიტომ რომ როგორ დაასრულებდი მაგ წინადადებას. იმიტომ რომ ფოტოს ვიღებ, იმიტომ რომ გავიზარდო და შევცვალო რაღაც დოზით გარემო, რაც შეიძლება გავაუმჯობესო. გადაღების პროცესი მსიამოვნებს. აი ზოგი ხო მე ამუშავებს რაღაც, აი მე ძალიან დიდი მასალა მაქვს გადაღებული. რაც ერთხელ ვნახე და მიდევს რა, რომელსაც მე მაგისტრის დრო ცალკე მაქვს. ან მექნება. ეხლა ამ ეტაპზე ეს მომენტია, რომ მუშაობა. ხარ აქ ახ. გამარჯობა. გემრიელი გაქვს ყველაფერი ვიცი, ხშირად ვაშენ. ცოტა თხილს დაგისინ, რომელი გავსინჯო რას მე? რომელიც შენ გაგიხარდება. ნუ აი ქართული მაინც ჩვენი ყველაზე გემრიელი. იცი? დიდი მადლობა. იცი?
ჩავეთ. საიდან გაქვთ ხილი? შემოტანილები სამტრედი. სამტრედი. ადგილობრივი. ერთი ფოტო გადაგიღო შეიძლება? მეტი კლიენტი მეყოლება უკვე. ცოტა შეგიძლია აქეთ შემოხვიდე. კაი, ემასე იყავი, რომ ის ნატურა არ მქონდეს კაცში. სახელი თქვენი? მე ნუგზავ. საიდან მზადებით ბატონო? სოფელი შუახევი, ისევ ცენტრში ცხოვრობ. ო, შუახევი მაგარია. მადლობა ძალიან დიდი. გესტუმრებით. შეგვიძლია ერთი უხალი არ აქვს. ამისთანა დღეში დავხატე. ავედით. ახლა ბატონო ქვეყანა თუ არა მოსაკლავია. გამარჯობა. ირაკლი, როგორ ფიქრობ, დღევანდელი დღის ფოტო რომელი იქნება, რაც გადავიღეთ? სავარაუდოდ რომელიმე აქედან კადრი რა, იმიტომ რომ უფრო ჩემთვის ახლოა რა ამ ადამიანებთან რო შედიხარ კომუნიკაციაში. ეგეთი ბათუმი მე არ მინახავს. არა ხო? ჯერ არ დავასრულოთ რა, ეხა კიდე გავივლით ერთ ლოკაციაზე და მერე დავამთავრებთ. აქ კიდე ამ ლოკაციაზე ეს ლიანდაკი მატარებელი გადის რა აქ. ხო და ხალხი ცხოვრობს კიდე რა, ეს ბევრ ადგილას არ არის ეგრე და ამ გზით გავიდეთ რა საინტერესო. აქ იქეთ სულ ხალხი ცხოვრობს. გამარჯობა. ადაგიღებ ერთ ფოტოს ბაბუ, მოი დადაგიღებ. კაი, ცოტა წინ გამო. ერთ ფოტოს გადაგიღებ. შენ ადრე გიღებდი სტუდენტებთან ერთად. იყავი მაგარ გამექს, დალაგებული ხარ. რამეს ხო არ ამბობენ ამეების აღებაზე ის? არ ვიცი, მე მოსული კაცი ვარ, ჩამოსული კაცი ვარ, არ ვიცი. ვინმე ხო არ იყო რამე მოსული? საიდან მზადებით თქვენ? შებოლიდან. ტყიბულიდან? მეშახტე ხო არ იყავი ადრე? მეშახტე ხო არ იყავი ადრე? მეშალეგია, მე ვარ, ხატვარი ვარ მე. ვა, აქ საიდან სად მოხვდი აქ ბათუმში? მე აქ ჩამოსული ვარ. ეს თქვენია იყიდეთ ადრე? მური ვარ. ქირაობ ანუ აქაურო. და ძვირად ქირაობ? 120 ლარი თვეში. 120 ლარი თვეში? ესენია. ვა. რომელი წლებია ეს? ეგ მაშინ ვიყავ რაღაც 35 რაღაც. წარმოიდგინე რა ძველი ფოტოა და რა ხარისხია. გაგერ მერე გადაგიბეჭდია და უკვე დაკარგა ხარისხი და ამან, იმიტომ აი ვერცხლის ნიტრატით არის ძველი კიდე დაბეჭდილი და ბომბა ეს. რას დაარქმევდი ბათუმს, რომელიც დღეს გაგვაცანი, როგორი ბათუმია ეს? აი ეს ავთენტურია რა. ეს არის კიდე ის ძველი ბათუმი, რაც კიდე შემორჩენილია და ერთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმზე ესეთი წარწერა იყო All art has been contemporary. ყველა არტი თავის დროზე იყო თანამედროვე და ჩემთვის ავთენტურობა ეხა ეს უბრალოებაში არის რა, გაწკრიალებული რო არ არის. ეგ არის ჩემთვის მართალი რა. ახლა ეს სურეალიზმი არ არის, პროსტა შეხედე. არა. აი, ენდი ვორხოლი მეც კი არ აკეთებდა.